დღეს უნდა გავնიხილოთ მორიგი კგბ-შნიკური საინფორმაციო შეტევა და დივერსია საქართველოს წინააღმდეგ. და ორი კურდღელი უნდა მოეკლა ამ დივერსიას. მაგრამ ამ დივერსიას არაფერი არ გამოუვა. უბრალოდ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ასეთი რაღაცეების წინააღმდეგ გამოგვიმუშავდეს ძლიერი იმუნიტეტი. მე ეს იმუნიტეტი მაქვს, მაგრამ მეც მომივიდა ამ შემთხვევაში ერთი პატარა შეცდომა, რომელიც ჩემთვისაც გაკვეთილი იქნება. შეცდომა იყო ის, რომ მე რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე ადამიანებს და რაც არ უნდა ავტორიტეტები იყვნენ ისინი ჩემთვის, თუ მათ რაღაცაში არ ვეთანხმები, მე ჩემს აზრზე უნდა დავრჩე. და ჩემს ინტუიციას და ჩემს საკუთარ არგუმენტებს უფრო უნდა ვენდო. დავიწყოთ განხილვა, რაზეა საუბარი. ია ფარულავამ, როდესაც დაიწყო მეგობარი აქტზე პოსტების დადება, პირველივე პოსტზე დავუწერე კომენტარი, ანუ ჯერ პირველივე პოსტში გამოჩნდა რისთვის იყო ეს საჭირო. და მე პირველივე პოსტში დავუწერე კომენტარები და აი ეს კომენტარები, ეს სკრინები YouTube-ზეც მედო და ჩემს Facebook-ზე გადმოდით, ვისაც გინდათ რომ წაიკითხოთ, თუ გაინტერესებთ და იქ წაიკითხეთ, ახლა ბევრი დრო არ დავხარჯოთ ამის კითხვაში. ანუ პოსტში წერდა იმაზე, რომ მეგობარი აქტი ძალიან მაგარია, ძალიან გვჭირდება, ძალიან ყველაფერი, მაგრამ იქვე დაწერა, რომ მიშასაც გავისტუმრებთ. ანუ მიშა დაბერდა, დაძველდა, ამერიკელებსაც აღარ უნდათ, მაგრამ მეგობარი აქტი ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ მხოლოდ მეგობარი აქტი გადაგვარჩენს. მეტი არაფერი არ გადაგვარჩენს, მხოლოდ მეგობარი აქტი გადაგვარჩენს. პირველი ტყუილია და არ შეიძლება ასე ლაპარაკი, რომ მხოლოდ მეგობარი აქტი გადაგვარჩენს. არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი. მეგობარი აქტი არ არის ჯადოსნური ჯოხი. და მე წინა ვიდეოში, რომელიც რუსულადაა და სადაც ვლაპარაკობ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ტრამპის ვოიაჟი ცენტრალურ აზიაში, იქ იმასაც ვახსენებ, რომ მთელ აი ამ უზარმაზარ სურათში, რომელსაც ახლა ტრამპი დადის და ეკონომიკურად ალაგებს და იმ თავისუფალი ვაჭრობისთვის ახალი გეოპოლიტიკის შექმნის პროცესში, რომელსაც ტრამპი ახლა აკეთებს, საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ ყველაფერი ეს საქართველოს ტერიტორიაზე გადის და საქართველოდან გადის შავ ზღვაში და შავ ზღვას ამ გლობალურ ვაჭრობის სქემაში ცენტრალური ადგილი უჭირავს და საქართველოს აუცილებლადაც. ამიტომ მეგობარი აქტი რომც არ არსებობდეს, კოცები მაინც ვერ იქნებოდნენ და ვერ იქნებიან კიდე დიდი ხანი. რაღაცა დრო კიდე ჭირდება ტრამპს, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს და მერე საქართველოს რიგიც დადგეს, რომ ბოლოს როგორც დესერტი, ისე საქართველოც განთავისუფლდეს ამ იმ ტირანიისგან, რომელიც უშლის ხელს ამერიკას მსოფლიოს თავისუფლად ევაჭროს. იმიტომ კი არა, რომ ამერიკას ვუყვარვართ და რაღაცა გასაგებია, რომ ამერიკასთან ძალიან ბევრი ფასეულობა გვაქვს საერთო და როდესღაც გვინდა, რომ იმ დონის დემოკრატია გქონდეს და იმ დონის და იმაზე კიდევ უფრო ძლიერი სასამართლო სისტემა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკურ გადარჩენაში ამერიკა უნდა ხედავდეს და ხედავს კიდევაც საკუთარი ქვეყნის Make America Great Again-ის ნაწილს. აუცილებლად უნდა იყოს საქართველო ტირანიისგან და კგბ-სგან თავისუფალი იმისთვის, რომ ამერიკა ისევ და მორიგჯერ გახდეს დიადი. Make America Great Again შეუძლებელია საქართველოს გათავისუფლების გარეშე.
ეს ერთი, რატომ არის ტყუილი იმის ტირაჟირება, რომ მხოლოდ მეგობარი აქტი გადაგვარჩენს. არა, მეგობარი აქტი არის ერთ-ერთი დამხმარე ჩვენ იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ისედაც ვიბრძვით. დიდი ხანია უკვე ვიბრძვით, ზოგი 2012-დან იბრძვის, ზოგი 2019-დან მე ბრძოლაში 2019-ში ჩავერთე. ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც 2012-დანაა ჩართული, ანუ როგორც კი ქოცები მოვიდნენ, იმ დღიდან არ ჩერდება. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, პირადად ვიცნობ ბევრს. დაუღალავად დღემდე ქუჩაში დგანან და დღემდე რუსაულზე არიან. მეორე ტყუილი კიდე რაც აი ამ პოსტში, პირველივე პოსტში მე დავინახე. ამერიკა არასდროს არ იტყვის ასეთ სისულელეს, რომ მიშა დაძვალ და მიშას მოვიშორებთ. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და ამერიკამ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკოს ბედი აქვს თუ არა და მომავალი აქვს თუ არა. და პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება უნდა კონდეს თუ არა. ამას წყვეტს მისი ამომრჩეველი. თუ მიშას ამომრჩეველი ყავს, ეს უნდა გამოჩნდეს დემოკრატიულ არჩევნებში და არა იმ ცირკში, რომელსაც ბიძინა გვიწყობს ბოლო 13 წელი. ამერიკას ეს ესმის. არც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი არ იტყო და არასოდეს, რომ მიშა უნდა გაიწიოს. იახო გვარწმუნებს, რომ ვიღაცასთან აქვს ამერიკიდან და ანუ ვიღაც პოლიტიკოსებთან თუ ვიღაც გარკვეულ წრესთან, რომელიც ახლოს არის ტრამპის ადმინისტრაციასთან, ამას გვარწმუნებს მუდმივად ამაში და იძახის, რომ აი ეს წრეო და ეს ხალხიო, მე ესეო, რომ მიშა არაო. ნუ აქვე დავახურე, მაგრამ მერე ეს ანუ იას ამ მეგობარი აქტის იმაში დაუჭირა მხარი რამოდენიმე არა ორმა ჩემი მეგობრებიდან, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და იშვიათად ვუყურებ მათ ნათქვამს კრიტიკულად, არასწორია. ყველაფერს კრიტიკულად უნდა ვუყურო. და როდესაც დაუჭირეს მას მხარი, მეც ასე ვთქვათ, ამან ჩამithრია. და თუ გახსოვთ ჩემი ვიდეო, რომელიც ფოთში გადავიღე, მეგობარ აქტზე მიძღვნილი ფოთის შუქურაზე, იქ ვახსენე ია და მას მადლობა გადავუხადე, რომ პოპულარიზაციას უწევს მეგობარი აქტს, მაგრამ არ უნდა მექნა ეს. არ ეკუთვნის არანაირი მადლობა იაფარულავას, იმიტომ რომ იაფარულავა მხოლოდ დისკრედიტაციას აკეთებს მეგობარი აქტის. ასევე იაფარულავა დასცინოდა 4 ოქტომბერს და ზოგადად ძალიან დასცინის რევოლუციის იდეას. და დადო რაღაცა ძალიან საზღარი ამაზრზენი ვიდეო. მე ახლა ამ ვიდეოს ხმას არ ჩავურთავ. თუ მოგინდებათ, სადმე მის გვერდზე ან სადმე ნახეთ. რომ ეს სიტყვა რევოლუცია წასაშლელია, გონებიდან დასავიწყებელი ეს ყველაფერი მიუღებელია და მხოლოდ ისევ იმაზე მარტო მეგობარი აქტი გადაგვარჩენს. 4 ოქტომბერს დასცინოდა, 4 ოქტომბრის ლიდერებს დასცინოდა და დღემდე დასცინის. და ესეც აბსოლუტურად მიუღებელია. როგორც კი მიშაზე, რაც არ უნდა აი ამას ბოლოს შევიტყვი. მოკლედ ამაზეც დავდე პოსტი, რომ აი ასეთი საზიზღარი და სამერცხინო გულისამრევად მეგობარი აქტის ვითომ მისი გაპიარების კამპანიის ჩატარება არის მისი პირიქით დაზიანება და არა რაღაცა სასარგებლო საქმიანობა. მერე ამასობაში იამ დადო აი ასეთი რაღაც მულტფილმი. იქ ვარდი იების რევოლუცია. გაჩუმდი წუთი. ეს მულტფილმი, სადაც ვითომ ბიძინას როგორ ძალიან ეშინია მეგობარი აქტის. ადრე იყო ასეთი გვერდი, რაღაც ვიღაცის შექმნილი, ვინც იმალებოდა
და იქაც მსგავსი მულტფილმი იდო და იმ მულტფილმში ბიძინა იყო ზუსტად ასეთი. აი ზუსტად ასეთი. და იმ მულტფილმზეც მაქვს დადებული მაშინ თავის დროზე პოსტი, ალბათ 2 წლის წინ და ახლა ვერ ვიპოვი, ძალიან ბევრი დრო გავიდა იმის ახლა რომ ვიპოვო, Facebook-ზე უნდა ჩავიდე, არ ვიცი მე 500 პოსტი ქვევით უნდა ჩავიდე, რომ ეს ვიპოვო. და ის გვერდი უკვე აღარ იძებნება, რომელმაც ის მულტფილმი დადო და იმ მულტფილმში იყო ასეთი შინაარსი, რომ აი საქართველოს მიდის ევროპისკენ და უცებ გადაეღობა წინ ბიძინა და ეს რუსული კანონი უჭირავს ასე ხელში და ამ რუსული კანონი წაიკითხეთო და მოსკოვში წადითო, ასე მიუთითებს და იქ მოსკოვი ხატია და ესე მიგვითითებს მოსკოვში წადითო. და ეს, საქართველოს ავტობუსს საწერია და შიგნ ხალხი ზის ამ ავტობუსში და ეს ხალხი გადმოვიდა მერე ავტობუსიდან, ეს რუსული კანონი ასე დაახუიეს, ბიძინას გაუკეთეს ერთ ადგილას და წავიდნენ ევროპისკენ და ბიძინა დარჩა უკანალში გაკეთებული ამ რუსული კანონით და მაშინ არ მომეწონა ეს მულტფილმი, იმიტომ რომ ბიძინას მხრიდან მარტო რუსული კანონი არ არის პრობლემა. საერთოდ აბსოლუტურად ყველაფერი პრობლემა რასაც აკეთებს. და რუსული კანონის უკან გატანა მას არ უშველის, რომ თავი გადაირჩინოს და ხელისუფლებაში კიდე დარჩეს, ან რომელიმე რეალურად და ნამდვილად დემოკრატიულ შემდეგ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ არაკანონიერი იქნება, იმიტომ რომ 13 წელი რუსეთს ემსახურებოდა და ეს აუცილებლად უნდა გასამართლდეს კოლაბორაციის კანონით მისი ეს მთელი ქმედება 13 წლიანი. და იმ მულტფილმში ზუსტად ის აზრი იდო, რომ ანუ ბიძინას მხრიდან მარტო ეს რუსული კანონია თითქოს ცუდი რაღაცა და ამ რუსულ კანონს თუ გაწევს, არ აუშავს ბიძინას ეშველებასავით. ამაზე რასაც ვფიქრობ და მოკლედ ეს ტყუილი მაშინაც ამოვუგდე და იმ გვერდს დავუწერე რევიუებში და კიდე პოსტიც დავდე და ახლა ის გვერდი არ იძებნება საერთოდ. და ეს მულტფილმი ძალიან გავს იმას. და ეს მულტფილმი რამოდენიმე დღის წინ გააზიარა ჩემმა Facebook მეგობარმა და არა მარტო Facebook-მე, ისედაც მეგობარმა და ჩვენი არხის ხშირ სტუმარმა ლევან გახელაძემ. და რომ გადავედი იმ გვერდზე, რომელსაც ეს მულტფილმი ედო, აღმოვაჩინე გვერდი, რომელსაც ქვია მეგობარი აქტი. ერქვა მეგობარი აქტი. ამ არხს, ამ გვერდს, Facebook გვერდს ძალიან კარგი პოსტები ედო, სულ 4 თუ 5 ბევრი არა, მაგრამ კარგი, ისეთი გაწონასწორებული, მათში არანაირი ტყუილი არაფერი არ შეიმჩნეოდა. და მეთქი კაი, შეიძლება მე ზედმეტად კრიტიკულად ვუყურებ და იყოს თქო. ანუ არაფერი შენიშნა იმ გვერდს არ დავუწერე. მივწერე პირადში, რომ თუ შეიძლება მოგიწვევთ მეთქი ჩემს არხზე, რომ ვილაპარაკოთ მეგობარი აქტზე, დეტალებში განვიხილოთ, მისი საზრგება და მითხრეს უარი. გამიკვირდა ეს უარი. იასთანაც მქონდა მიწერილი თავის დროზე, იმასაც უთხარი ჩემს YouTube-ზე მოგიწვევთ თუ შეიძლება და მეგობარი აქტზე ვილაპარაკოთ, მაგრამ იამ საერთოდ არ მიპასუხა, უარიც კი არ მითხრა. სავარაუდოდ არ ვიცი მე, მიშისტებთან საუბარი ძალიან მიუღებელია ეთყობა პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვინც კგბ-ს რაღაცნაირად ხელს უწყობს. ნებსი თუ უნებლიეთ. ახლა არ ვიცი მე რას დავაბრალო ეს იასი შტერეს დავაბრალო თუ რას დავაბრალო, არ ვიცი. შეგნებულად რო აკეთებდეს ამას ძალიან საზიზღრობაა და არ მინდა დავიჯერო რომ ამას შეგნებულად აკეთებს. იმ გვერდმა, რომელსაც მეგობარი აქტი ერქვა, რომ მითხრა უარი, მერე იძულებული გავხდი უკვე მომეწვია ლევანი და ლევანთან ერთად გვესაუბრა. ხლა დღევანდელ პოსტზე გადავიდეთ. აი ეს იყო დღევანდელი პოსტი რატო დავწერე? აი ამ ინტერვიუს რო ვუყურე იას ფორმულაზე. აი სრული შოკი მივიღე. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურებოდა ის გვერდი. ესეთი ემბლემა ქონდა. მეგობარი აქტ ეწერა.
ძალიან კარგი ქარდები ქონდა მეგობარ აქტზე. ის ქარდები მე ჩემს YouTube-ზეც მაქვს გადმოტანილი. აი აქ ჩანს რომ უარს მეუბნებიან, ეს მიმოწერაა მათთან და დღეს რომ მოვინდომე, რომ მეპოვა. ეს გვერდი ვეღარ ვიპოვე, უკვე არ არსებობს. თავიდან ვიფიქრე ხო არ დამბლოკეს მეთქი, მე ხო 3 აკაუნტი მაქვს Facebook-ზე, ხო არ დამბლოკეს მეთქი, ანუ იმ აკაუნტით რომელთაც ვეძებდი. მერე 3-ვეთი მოუძებნე და არც ერთ არ მოიძებნა და მოკლედ დღეს საერთოდ აღარ არსებობს, მერე დავინახე რომ არ არსებობს საერთოდ ეს გვერდი. რა გამოჩნდა აი ამ ინტერვიუდან, რომელიც ფორმულაზე დაიდო გუშინ? და რომელმაც ასე ვთქვა დასტური მომცა რომ ჩემი ეჭვები იას მიმართ და ის რომ მე ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებდი იას მთელ ამ კამპანიას მეგობარი აქტის ირგვლივ სრულიად საფუძვლიანი იყო. ფორმულას აი ეს წამყვანი საერთოდ ისე დაიწყო საუბარი, რომ გეგონება რომ დასცინის. ანუ ძალიან ისე ღრმად ირონიულად რომ შეიძლება ია ვერ ხვდება რომ დასცინის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან დასცინის. ანუ ვიღაცა ასეთი სერიოზულობით რომ ელაპარაკებოდეს იმაზე, რომ მესამე თვალის გახსნა და რაღაცა პარალელურ რეალობებში გადასვლები და გადმოსვლები და მე კი იმას კი არ ვამბობ, რომ ესეთი რაღაცები არ არსებობს. ესეთი რაღაცა არსებობს თუ არ არსებობს, ამაზე მე თვითონ შემიძლია საერთოდ წიგნი დავწერო და არაერთი წიგნი და გამომივიდეს რაღაცა 100 გვერდიანი, ძალიან სერიოზული, პირად გამოცდილებაზე დადებული ნაშრომი და პირად გნოზისზე. მაგრამ, როდესაც შენ პოლიტიკაზე ლაპარაკობ, აი ამის ახრევა ერთმანეთში სრულიად დაუშვებელია. ჩემი აზრით სრულიად დაუშვებელია. უცებ რომ ლაპარაკობ რაღაცა უცხო პლანეტელებზე, მესამე თვალის გახსნაზე და ეგრევე გადადიხარ მეგობარ აქტზე, ჯერ ერთი შენ ოპონენტს აძლევ იმის საშუალებას, რომ ძალიან დაქცინოს და ეს გარეკელი საერთოდ წაიყვანეთ და ფსიქიატრიულში შეამოწმეთო, რომ გითხრას და მეორე, ანუ იმ ადამიანმაც, ვისაც მეგობარი აქტი მოწონს, დაეჭვდეს, რომ აი თუ მეგობარი აქტის PR-ს ამერიკიდან იას ავალებენ, საერთოდ ანუ სად არიან ეს ადამიანები და ვინ არის ეს ამერიკული ჯგუფი და რა უნდათ და იასნაირი გარეკილები ხო არ არიან. ეს იყო ძალიან დიდი ანუ დარტყმის მცდელობა იმედია რომ ეს ანუ სერიოზულად არავინ არ აღიქვამს ახლა ამ ინტერვიუს და ამ ინტერვიუდან გამომდინარე არ იმსჯელებს მეგობარი აქტზე. მეორე ამ ინტერვიუში ანუ მე ის მეგობარი აქტი გვერდი რომელსაც მივწერე და რომელიც მოვიწვიე ვისი იყო არ ვიცოდი. ლევანსაც ვკითხე ხო არ იცი ვისი არის მეთქი როცა გააზიარა რამდენიმე მათი პოსტი არა არ ვიციო და აქ ამ ვიდეოში ია ამბობს რომ მე მიწევსო პიარიო მულტფილმებს ვიღებო და მულტფილმებს ვიღებო რო თქვა მაშინ მივხვდი რომ ამ გვერდთან აქვს პირდაპირ კავშირი ან მულტფილმებს მეგობარი აქტზე მხოლოდ ეს გვერდი დებს ერთი მულტფილმი დადო და მივხვდი რომ ან მისია ეს გვერდი ან რაღაც ჯგუფი ამუშავებს ამ გვერდს და ეს იგივე ჯგუფია რომელიც იას საერთოდ ამ მეგობარი აქტზე ელაპარაკება და ასე ვთქვათ ამ მეგობარი აქტის PR-ში იას იყენებს და ამ ადამიანებზე თუ ადამიანზე მე ისევ ამ ვიდეოში იაყვება რომ მეო თავიდანო საერთოდ არ ვიცოდიო ამ აქტზე არაფერიო მე ვიღაცა გამოჩნდაო რომელმაც მე განმანათლაო ამ აქტის შესახებ ჩავუჯექიო მე შევისწავლეო დავინახეო რომ როგორი სასწაული რაღაცა იყო მივხვდიო რომ მხოლოდ ეს გადაგვარჩენს მხოლოდ ეს არანაირი რევოლუცია არავითარი ნიშა არავითარი არაფერი მხოლოდ მეგობარი აქტით ორ დაღუპულებო და დავიწყეო მე ამაზე პიარიო იმ სამშაბათობით მქონდაო ეთერებიო
რაღაცას ეძახის ამ კაცს აქ, ვიღაცას შეადარა, რომელიც 90-იანებში საინფორმაციოში მუშაობდა. და ვითომ იმას უგავდიო და სამშაბათობით ვლაპარაკობდიო ამ მეგობარი აქტზეო. და მერეო ის პიროვნება, ვინც ამ მეგობარი აქტზეო, აი ესე განმანათლაო და ვისთანაც ერთად ვინც დამარწმუნაო, რომ პიარი უნდა გავაკეთო, თუ ვინც სიტყვა მავალებდას არ ხმარობს, მაგრამ ჩანს, რომ დავალებული ქონდა ისე იმდენად რაღაცა გაუცნობიერებლად ლაპარაკობს იმაზე, რასაც აკეთებს, რომ თითქოს მართლა უბრალოდ დავალებას ასრულებდა. და მერე გაქრაო ეს ადამიანიო. ანუ ძალიან კაგებაშნიკურია, რომ ვიღაცა რომ შემოვარდება უცებ შენ ცხოვრებაში, რაღაცებს გასწავლის, დაშინებით გაუნება ესე გააკეთე, ისე გააკეთე, ეს არის სწორი, ეს არის სწორი, ეს არის სწორი, რაღაცებს გაგაკეთებინებს და მერე გაქრება. ანუ არ უნდა დაეჭუდე, რომ ვიღაცამ ძალიან გამოგიყენა? თან ამ ვიდეოში ამბობს, რომ ნუ ხო სასწაული ინტუიცია აქვს, ხო მესამე თვალი აქვს, უცხო პლანეტელებთან კავშირები და რაღაცები და თუ ასე ადვილია მისი მოტყუება რა მესამე თვალზე და რეებზე ლაპარაკობს საერთოდ და რომელ ინტუიციაზე, ანუ ძალიან არეული და აჭრილია მისი გონება. და ყველაზე მთავარი გარდა იმისა, რომ მეგობარი აქტის აი ასეთი დისკრედიტაცია და საბოტაჟი უნდა მოახდინოს, რომ ძალიან ეჭქვეშ, ანუ ნორმალური ადამიანის გადმოსახედიდან ეჭქვეშ უნდა დააყენოს საერთოდ მეგობარი აქტის ადეკვატურობა, რადგან მას ასეთი ადამიანები აპიარებენ. ბოლო იყო ყველაზე მთავარი. ეს წამყვანი ეკითხება, რომ აი რატო ასე რომ იწელება ეს ყველაფერი, რომ ამერიკა დროზე არ აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ იწელებაო. იმასაც ლაპარაკობს, რომ ეს ტრამპი და შუა აზია და გამორიცხულია, რომ საქართველოს ასე დარჩეს ქოცების ხელში, იმიტომ რომ მთელი ტრამპის ისიც თქვა. მე რომ ამბობ ჩემ გადაცემაში, რომ რუსულად რომ ამბობს და шелковый путь назовут, наверное, путем Трампа, მეთქი ეს გაიმეორა. და ალბათ ტრამპის ახ წარმოგიდგენია თუ რომ აი ასეთი გეგმა აქვს ადამიანს და ქოცებს აქ დატოვებსო. ამას მე ვამბობ ჩემს წინა ვიდეოში. ოღონდ ანუ პოლიტიკური გადმოსახედით და არა ისე რომ რაღაცა მესამე თვალით ჩანს ეს ყველაფერი. და ამატებს რომ ეს ყველაფერი ანუ იმიტომ იწელება რომ ამერიკამ ვერ ნახა საქართველოში დასაყრდენი, იმიტომ რომ ოპოზიციაც უვარგისია. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ოპოზიცია უვარგისია და ერთადერთი რეალური და ძლიერი პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ციხეში ზის და ის იქიდან გამოსაშვებია და იმ გუნდმა, რომელიც მეგობარ აქტს ამუშავებს და ზოგადად თეთრ სახლს და ტრამპის გუნდს, უნდა უნდოდეს და უნდა რაღაც მომენტში დადგეს ისეთი დრო, რომ ანუ ამ საქმესაც დაალაგებს. პოლიტპატიმრებს ბიძინას გამოაშვებინებს და პირველი ვისაც გამოაშვებინებს იქნება მიხეილ სააკაშვილი. და იაიძახის რომ არაო. მიშა დაძველდაო, მიშა არ უნდათო, მიშას არ ენდობიანო, მიშა ისო, მიშა ესო. და აბა ვინო მაშინ ეკითხება და არ ვიციო ვინო, აი რომელიმეო იმ ახალგაზრდა პატიმრებიდანო, ვინც ციხეში არისო ახლაო. ახალგაზრდა პატიმრებიდან, ვინც ახლა ციხეში 90% არის დორბლიანი აბა მიშაგინდა. აბა მიშაგინდობა რომ რუსობა ამაზე 24 საათი ვლაპარაკობდა, სულ ამაზე ვლაპარაკობ. აბა მიშაგინდობა არის კომუნიზმი, რაშიზმი, იმიტომ რომ არავის გადასაწყვეტი არაა აბა მიშა იქნება თუ არა პოლიტიკაში. ეს არის მისი ამომრჩევლის გადასაწყვეტი. და როდესაც დადგება ის მომენტი, რომ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, მიშას რამდენი ადამიანიც მისცემს ხმას, იმდენ პოლიტიკურ პროცენტს აიღებს და იმდენი პოლიტიკური პროცენტით იქნება წარმოდგენილი პოლიტიკაში. და ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ იესო ქრისტე ჩამოვიდეს ზეციდან და მითხრას, მიშა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რომ მე ვეტყვი, რომ მოდი რა ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს თუ შეიძლება. ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით და დემოკრატია ასე მუშაობს. ამომრჩეველი წყვეტს.
იმ ამომრჩეველიდან ძალიან ბევრი ერთ ადგილმიცემულია, ძალიან ბევრი ხახუზე იყიდება, თუ რა ემართება ხოლმე პერიოდულობით, თუ ნარკოტიკზე იყიდება, ეს ძალიან დიდი მინუსია დემოკრატიის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც დემოკრატიისთვის ვიბრძვით და მაგაზე უკეთესი არაფერი არ მოგგონია. ვერავინ ვერ უნდა მითხრას მსოფლიოში, რომ ტრამპმა მიშამ უნდა გაიწიოს. ამას ტრამპიც კი ვერ მეტყვის, მიუხედავად იმისა, რომ გენიალურ პოლიტიკოსად ვთვლი მას და მართლა დღეს მსოფლიოს პრეზიდენტია. მიშა სად წავა და პოლიტიკაში იქნება თუ არ იქნება, ამას გადაწყვეტს მიშას ამომრჩეველი. როგორც კი ვინმე ამბობს, რომ მიშა უნდა გაიწიოს და მიშა დაძველდა, რაც არ უნდა მედასავლეთად თუ რაც არ უნდა პროტესტანტად თუ მოპროტესტეთ თუ რაც არ უნდა ჩვენიანად მოგვაჩვენოს თავი, აი ამ ფრაზაზე ეგრევე ავტომატურად და ყველანაირი ყველაფრის გარეშე ეს არის წითელი ხაზი, ეს არის იგივე რაც თუ გინდა გააკვირო ადამიანი აზრზე არის თუ არა, უნდა კითხო ყირიმი ვისია. თუ გეტყვის რომ რუსეთის არის ხო მიხვდები რომ რუსია, თუ გეტყვის რომ იცი რა გასარკვევია ვისია რეფერენდუმი ხო ესეც რუსია. ეგრევე თუ არ იტყვის რომ რა თქმა უნდა და მხოლოდ უკრაინის ვсё დამთავრებულია ეგ საუბარი. როცა ვინმეს კითხავ აფხაზეთი რა არის? აფხაზეთია თუ აფხაზეთი საქართველოა? აი ასეთი კითხვაა მიშაც. მიშა პოლიტიკაში უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს? ამაზე თუ იყო ყმანებს ვიღაცა და მით უმეტეს თუ იტყვის რომ არ უნდა იყოსო და დაძველდაო, მორჩა მიაწებეთ იარლიყი რომ დასრულებულია ამ ადამიანის, საერთოდ არაფერი არ უნდა გაინტერესებდეს და არაფერი არ უნდა მოისმინო, ნოლი. ეს არის ძალიან დიდი წითელი ხაზი და ასე გადასმული ჯვარი ამ ადამიანზე. მე ეს ჯვარი პირველივე პოსტზე გადავუსვი, მაგრამ მე ვიღაცეების გამო, ვინც დადებითად შეაფასეს და ვისაც მე პატივს ვცემდი, ეს ჩემი ჯვარი ცოტა ხნით უკან წავიღე, მაგრამ ისევ მომიწია დაბრუნება და აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი, როგორც თავიდანვე ამას ვხედავდი. დასკვნები კიდევ ერთხელ. მეგობარი აქტი ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ის ძალიან კარგია, ძალიან დაგვეხმარება, ძალიან საჩვენოა. გაგვიადვილებს კგბ-ს მოშორებას და ივანიშვილის ხროვის მოშორებას და პუტინის მმართველობას. საქართველოს მართავს პუტინი 2012 წლიდან, 13-დან. და ყველაფერს ამის მოშორებას მეგობარი აქტი გაგვიადვილებს, მაგრამ მეგობარი აქტი არ არის რაღაცა უკვდავების წამალი და არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოიქნებ და ყველაფერი დასრულდება. ის არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ძალიან საჭირო, მაგრამ ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მეგობარი აქტის არსებობა და მეგობარი აქტის ხელმოწერა არანაირად არ აუქმებს იმას, რომ ჩვენ რევოლუცია მოგვიწევს. ყველა შემთხვევაში მოგვიწევს რევოლუცია და ზუსტად მეგობარი აქტი იმ რევოლუციას უფრო გაგვიადვილებს და იმ რევოლუციაში დაგვეხმარება. ამიტომ იმის ლაპარაკი რომ რევოლუცია სისულელეა და მარტო მეგობარი აქტი უკვე მტრობაა. კიდე მეორე პუნქტი, რასაც იაკეთებს და მესამე. ის რომ თავიდანვე თქვა მიშა დაძველდაო და ამერიკელებს მიშა არ უნდათო. არავინ ამერიკაში იმდენად რუსი არ არის და მით უმეტეს მეგობარი აქტის მაფორმირებელ გუნდში იმდენად რუსი არავინ არ არის, რომ ასეთი რუსობა თქვას. მიშა პოლიტიკიდან წავიდესო. ეს არის რუსობა, ეს არის რუსობის ყველაზე მაღალი მწვერვალი. ანტიქართველობის ყველაზე მაღალი მწვერვალი და ეს სამი მესიჯი იამ წვრილად დაახვიოს და იმ პირველ მულტფილმში მე ვფიქრობ, რომ ის ჯგუფი და ეს ჯგუფი ერთი და იგივე რაღაცა ჯგუფია, რომელიც რა თქმა უნდა კრემლზე მუშაობს და ჯგუფიანად ერთად, რაც უკეთებია იმისთვის, რომ მეგობარი აქტივითომ ეპიარებინოს, გაიკეთოს იქ, სადაც ბიძინას იმ პირველ მულტფილმში გაუკეთეს რუსული კანონი.
იმავე ჯგუფმა. რაც შეეხება პეტიციას, ლევანთან რო ვლაპარაკობდი მეგობარი აქტზე, მე მაშინ ვთქვი, რომ ეს პეტიცია არ მომწონს და ვთვლი, რომ არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს პეტიციაც იმისთვის არის საჭირო, რადგან იგივე ადამიანები აკეთებენ ახლა, რომლებმაც აი ეს უდიდესი ტყუილები ილაპარაკეს მთელი ამ დროის განმავლობაში. რადგან იგივე ადამიანები აკეთებენ ამ პეტიციას და რადგან ეს პეტიცია იას შექმნილია, ესე იგი ამ პეტიციას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ამერიკელებს დაანახოს, რომ მეგობარი აქტი თურმე ხალხს საქართველოში კიდია. და ვილსონი რომ დაინახავს, რომ საქართველოში მხოლოდ 5 ადამიანმა თუ 5,000-მა მოაწერა, ხო იტყვის, რომ ღმერთო, რატო ვწვალობ ამ ხალხისთვის, ესენი რა დებილები არიან. და ამ დროს რატო ხდება ის, რომ მხოლოდ 5,000 ადამიანმა მოაწერა? იმიტომ, რომ ტელევიზიები არ ლაპარაკობენ საერთოდ მეგობარი აქტზე. არ დარჩა არც ერთი პოლიტიკოსები ყველა ციხეშია და გარეთ ვინც არის დებილები არიან. არ დარჩა არავინ საღად აი ხალხის თვალში რომ საღად ჩანდეს და სანდოდ ჩანდეს ისეთი პიროვნება და თან რომ მეგობარი აქტზე ლაპარაკობდეს. ეს იას პოპულარობა თითქოს ვითომ უნდა ამას საკითხს უნდა შველოდა იას პოპულარობით, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც ია გამოიყენეს ამ საკითხისთვის, პირიქით სულ სხვა მიზანი ჰქონდათ. იას პერსონიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე საერთოდ რას ლაპარაკობს, როგორ ლაპარაკობს, როგორი პათოსით ლაპარაკობს, მხოლოდ იქითკენ წავიდა, რომ მეგობარი აქტი კიდე უფრო დისკრედიტირდა. და მაშინ, ლევანმა თქვა, რომ არაო, მაინცო კარგი არისო, ახლა კარგია თუ არ არის კარგი, ახლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. მე ხელი მოწერილი მაქვს იმ პეტიციაზე. და რადგან პეტიცია არსებობს, ჯობია რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს მასზე ხელი მოწერილი და აი ამ ნაძირლებს ჩაუვარდეთ თავიანთი პირველი და მთავარი მოტივატორი დისკრედიტაცია. ქართველი ხალხის და მეგობარი აქტის ურთიერთობის დისკრედიტაცია, რომ ჩავარდეს. ჯობია და კარგი იქნება თუ ბევრი მოაწერს ხელს. იმიტომ რომ ესენი გამოიყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვან, აი, არავის არ ჭირდება ეს მეგობარი აქტი, მხოლოდ 5,000-მა კაცმა მოაწერა ხელი. ჯობია რომ საერთოდ არ არსებობდეს ეს პეტიცია, მაგრამ რადგან არსებობს, აწი უკვე ჯობია რომ ბევრმა მოაწეროს. ბოლო ერთ თვეში, 4 ოქტომბრის მერე, საერთოდ არაფერი არ დარჩა სუფთა და წმინდა, რასაც KGB არ შეეხო. ძალიან აღრეულია ყველაფერი და ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანისგანაც ვხედავ სრულიად არაადეკვატურ საქციელებს. გიორგი ლაბაძე მყავდა ორჯერ. არხზე ბოლოს ვილაპარაკეთ იმაზე, რომ თითქმის 3,000 ადამიანმა უყურა ბოლო ვიდეოს, რომ ხაზარაძე რო უნდა წავიდეს საერთოდ პოლიტიკიდან, მაგრამ უფრო იმაზე გამოგვივიდა საუბარი, რომ როგორ არასწორად იქცევიან ტელევიზიები და როგორ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ იუთუბერებზე, მაგრამ იუთუბერებიც რომ არ არიან, არც ერთი იუთუბერი არ არის, რომელიც აი თავიდან ბოლომდე რაღაცა სწორს ამბობდეს. ტაბლიაშვილიც ურევს. იმ ლაბაძესაც ქონია და იმ ვიდეოში ვილაპარაკეთ, რომ აქვს YouTube არხი, მაგრამ ამ YouTube არხზე თვითონ არ არის ყოველდღე. თვითონ იშვიათად ჩდება და უმეტეს ვიდეოს იღებს 2 ახალგაზრდა და ეს ახალგაზრდა ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკობს, რომ მოსმენა შეუძლებელი, უბრალოდ შეუძლებელი. და მე ძალიან მიყვირს, რომ როდესაც გიორგი ლაბაძე ამბობს, რომ ის მემარჯვენე პოლიტიკოსია
განაირად გონია მემარჯვენე პოლიტიკოს, რომ თავის YouTube-ზე ისეთი რაღაცები უნდა ხდებოდეს, რასაც ის ორი ახალგაზრდა ლაპარაკობს და რასაც ისინი და როგორი კუთხით განიხილავენ და როგორ არაადეკვატურები არიან, არა მარტო იმ რეალობის შეფასების მხრივ, რაც დღეს ხდება, არამედ საერთოდ მემარჯვენე პოლიტიკასთან არიან არაადეკვატურები. და გიორგი, რომელიც თავის თავს აბრალებს ყველაზე მემარჯვენეობას საქართველოში და ყველაზე სწორ კომუნიკაციას ტრამპის ადმინისტრაციიდან უცებ თანამშრომლობს აი ასეთ ახალგაზრდებთან და მათთან ერთად აქვს YouTube არხი. აი ასეთი აჭრილია ყველაფერი. და აი ამ სრულ აჭრაში, ათქვეფაში და სტორის და მართალის ბინძურში და ტყუილში გაუგონარ აღრევაში ეს რა თქმა უნდა კგბ-ს ნასაქმარია და კგბ-ს ხელია. ამას ყველაფერს კგბ, აი აღრევას, რასაც უყურებთ, ამას ყველაფერს კგბ აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსი სწორად გეჭიროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსი სწორად გეჭიროს. და მეც შემდეგზე უფრო ყარად უნდა ვიდგე ჩემს პოზიციაზე და იას მადლობას არ უნდა ვეუბნებოდე მეგობარი აქტის PR-ისთვის და გიორგი ლაბაძის YouTube-ს არ უნდა ვაძლევდე რეკომენდაციას, როდესაც თვითონ გიორგი კი ჯანსაღად ლაპარაკობს ყველაფერს, მაგრამ ის ორი, ვინც იქ YouTube-ზე უზის, სრული არაადეკვატურობის პიკია. მომავალ შეხვედრამდე ვიყოთ ძალიან კრიტიკულები. მე კრიტიკული თვალი მაქვს. ძალიან კრიტიკული თვალი მაქვს და ყველაზე კრიტიკული თვალი მაქვს. მართლა ყველაზე კრიტიკული თვალი მაქვს. მაგრამ აი ზოგჯერ როდესაც ადამიანები, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, რაღაცაზე მეტყვიან, რომ გეშლებავს კი არ მეტყვიან, მაგრამ რაღაცნაირად რომ თითქოს აი ძალიან ვამწყავებ და ძალიან ასეც არ შეიძლება ჩაკირკიტება, არა, ასეც არის საჭირო ჩაკირკიტება, ზუსტად როგორც მე ვუკირკიტებ. უფრო გაწყვებენ ყველგან და ყველაფერში. და ია ამ ვიდეოში დასაცინია და როდესაც დასაცინ ვიდეოში მეგობარი აქტზე ლაპარაკობ, ეს დივერსია. საქართველო იქნება დაოკუპირებული. მიუხედავად ყველაფრისა, რა სირთულეებსაც ახლა გავდივართ და როგორ სრულ ქაოსშიც ვართ, მიუხედავად ამით ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ მიშას მთელი სოფლიო ებრძვის, როგორც ებრძოდნენ მთელი თავისი პრეზიდენტობის დროს და 2012-ში, დღემდე კიდე და უფრო მეტი ხალხი დაემატა იმ ჯგუფს, ვინც მიშას ებრძვის, ყველა მხრიდან, მიუხედავად იმისა, ჩვენ მიშას თამადობით და მიშას ლიდერობით რუსეთს საქართველოში გავანადგურებთ. რუსეთი არ დარჩება შავ ზღვაზე. მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად აი ამ მილიონი საზიზღრობისა, რისი მომსწრეებიც ვართ და რის გამო ზოგჯერ ტვინი შეიძლება აგიდუხდეს. იმდენ რაღაცაზე გაქვს დღის განმავლობაში ყურადღები მისაქცევი და სათქმელი, რომ ეს არა სწორია, ასე არ უნდა იყოს, ასე არ უნდა იყოს, მიუხედავად ამის. რუსეთი შავ ზღვაზე არის.